რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი, რომელიც საქართველოში ინგლისურის სასწავლებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩამოდის? ამ კითხვაზე პასუხი განათლების მინისტრისგან ვერ მივიღეთ. თუმცა ინტერნეტში მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმად ეს მოთხოვნები მინიმალურია. მასწავლებლების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯს სახელმწიფო ფარავს, თითოეული პედაგოგი კი ხელფასის სახით 500 ლარს იღებს. რა მოთხოვნებს უყენებენ პედაგოგებს მსგავსი პროგრამის ორგანიზატორები და რატომ არის ინგლისურენოვანი მასწავლებლების სამუშაო კონტრაქტები ბუნდოვანი? ჩვენი ჟურნალისტი ნანუკა იორდანიშვილი არკვევდა. არა, მეც უბრალოდ მაინტერესებს. მოკლედ კენედი? მოკლედ ხوار გესაუბრებით. როგორ ვამკიცო რა ჩვენი არა ვარ მითხარი რა. განათლების მინისტრისგან ასეთი პასუხი მას შემდეგ მივიღეთ, რაც ინგლისურენოვანი პედაგოგების კვალიფიკაციის შესახებ ვკითხეთ. რა კრიტერიუმებით შეირჩა 1000 პედაგოგი, რომელიც კანადიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა და სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. Footprint recruiting-ი არის ვებგვერდი ინტერნეტში, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხალისე მასწავლებლები ინფორმაციას იღებენ, მათ შორის საქართველოსაც. მოთხოვნები, რომელიც ქვეყანაში სასწავლებლად ჩამოსულმა პედაგოგმა უნდა დააკმაყოფილოს, მინიმალურია. სწავლების მსურველმა ეს ფორმა უნდა შეავსოს, სავალდებულო არც უმაღლესი განათლებაა და არც სამუშაო გამოცდილება. ფორმის შევსების შემდეგ კი მსურველისგან მხოლოდ სასკოლო ატესტატს, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას მოითხოვენ. ინგლისურის მასწავლებლები ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და მათი ანაზღაურება 500 ლარია. მათ ერთწლიანი ან 6 თვიანი სამუშაო კონტრაქტის გაფორმება შეუძლიათ. თავარია რომ ის სწავლობდეს უმაღლესში. ილიას უნივერსიტეტის პროფესორ სიმონ ჯანაშიას ინფორმაციით პედაგოგების მოვალეობები არც მათ კონტრაქტებშია გაწერილი. ასევე უცნობია როგორ უნდა მოიქცეს სკოლა, თუ პედაგოგის კვალიფიკაცია არ მოსწონს. იმისთვის რომ საქართველოში ადამიანი გახდეს მასწავლებელი, საქართველოს კანონმდებლობით მას უნდა ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი თან განათლების სპეციალობით. ამის შემდეგ მან უნდა გაიაროს 1 წელი პრაქტიკა, როგორც სტაჟორმა და ამის შემდეგ მან უნდა გაიაროს სასერტიფიკაციო გამოცდა, ანუ არის ძალიან რთული მექანიზმი და მე ვფიქრობ, რომ ეს მექანიზმი არის სწორი და ეს უნდა შეეხებოს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოში მასწავლებლობას იწყებს. სიმონ ჯანაშია ინგლისური ენის სწავლების მსგავს პროექტს იხსენებს, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის მისიის ფარგლებში 2001 წლიდან ახორციელებს. ის ამბობს, რომ ამ პროგრამით ჩამოსული პედაგოგები პროფესიონალები არიან და ქართველ კოლეგებს ინგლისური ენის გარდა ბიზნესსა და ორგანიზაციულ მენეჯმენტშიც უზიარებენ გამოცდილებას. ანუ მშვიდობის კორპუსი იყო გაცილებით უფრო ორგანიზებული პროგრამა, ძალიან მცირე რაოდენობის ახალგაზრდები იყვნენ. და ყავდათ მათ კოორდინატორები, რომლებიც რეგულარულად უკავშირდებოდნენ და მათ ჰქონდათ ძალიან კონკრეტულად გაწერილი ვალდებულებები, თქვათ როგორ იქცეოდნენ ისინი რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში. ჰქონდათ თქვათ ვალდებულება, რომ სწავლის გარდა ასევე მონაწილეობა მიიღოთ თქვათ კლუბების ჩამოყალიბებაში, ან თქვათ რაიმე სოციალური აქტივობის თვალსაზრისით გამოცდილების გასვლაში და სხვა. მშვიდობის კორპუსის მისიით საქართველოში ჩამოსვლა შედარებით რთულია. აუცილებელია მოხალისე მასწავლებელი ამერიკის მოქალაქე და სრულწლოვანი იყოს. სასურველია მასწავლებლობის მსურველს უმაღლესი განათლებაც ჰქონდეს. ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით ამ მისიით 21 მასწავლებელი იმყოფება. ისინი ქართველ ბავშვებს ადგილობრივ კოლეგებთან ერთად შემუშავებული მეთოდით ასწავლიან. 10 წლის განმავლობაში საქართველოში 300-ზე მეტი მოხალისე მასწავლებელი ჩამოვიდა.